სახარება ეს ის წიგნი არის, სადაც ღმერთის ხმა ისმის და ჩვენ ცხოვრებაში ყოველ წუთში როგორ არის იცით, აი ამ სიტყვის მიხედვით ხდება ცხოვრება და ადამიანებს ეს ამხელს სწორედაც. და რისი ეშინიათ იცით, აი ადამიანებს აი მუდმივად სულ ფიქრობდი ხოლმე რომ კაცო რაღაცა საქმეს რო აკეთებ ერთი აზრი უნდა გქონდეს ყველას ეკლესიაში უდლებს ერთი აზრი უნდა გქონდეს რომ ერთი საქმით უნდა აკეთებდე ეს არის დედა ეკლესია და დედა ეკლესია ნიშნავს რომ დედის გარშემო რო შვილები არიან და დედა ასწავლის შვილებს როგორ უნდა მივიდნენ მამასთან დედა ეკლესია მაგისთვის არის დედა ეკლესია სიტყვა მაგითო ქვია და დედის გარშემო ხა დედმამიშვილები წარმოგიდგენიათ ახლა ერთმანეთს რო კიშპობდნენ და სხვა აზრზე რო იყვნენ და საქმეს არ აკეთებდნენ ჯერ დედას როგორ ეთკინება გული ჯერ ეგ როგორი მდგომარეობაა ჯერ ხო მე მამას როგორ ეთკინება გული იმის გულში რომ თავისი შვილები ჩხუბობენ რაღაც ერთ აზრი არ არიან ამიტომ უფალი გეუბნებათ რომ ღმერთს უყვარს ერთობით გაკეთებული საქმე აი მე ადრეთაც ვიტყვი და კიდევ ვიტყვი ერთი ადამიანის აშენებული ეკლესია კი არ მოწონს ღმერთს ანუ ახლა მოაპატიოს უფალმა თუ რაღაც ყადნიერად ასე ვლაპარაკო მოწონს არ მოწონს რაღაცა თითქოს ისე ეგონება მეც ბევრი რამე ვიცოდე და ისე ვლაპარაკობდე მაგრამ სინამდვილეში ასე გვეუბნება უფალი რომ ერთი კი არა ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ხო თუ მოძღვარი აპირებს ეკლესიის აშენებას აპირებს კელიის აშენებას ყველამ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, იმიტომ რომ თავისთვის ხო არ აკეთებს ეკლესია, რომელიმე მოძღვარი თავისთვის ხო არ აკეთებს, კაცო, ვინც იმას ფიქრობს, რომ მე უნდა დავიუნჯო ეს ეკლესია და მე აქედან რაღაცა მექნება, ეს ძალიან ცდება, ეს არ არის ღმერთის მსახურება. არა აქვს მნიშვნელობა, ამდენი წელის მგდელი ვარ და წინამძღვარი არასოდეს არ ყოფილვარ, მაგრამ ჩემ რევს ამითი არაფერი არ დაკლებია.